გამარჯობათ. როგორ ხართ ხალხო? როგორ ახართ? პატარა პურს ნაგრეჯი მოვიგლიჯე რომ რაღაცნაირად იმაშვები ლახუნა იყო და რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ეს კითხავდი. მოგივიდა დედა. თავია. რა. ხოლო დრესაპში გადაიხადე 21 და 22 მაისს კრედო ბანკის მასტერ კარდი. წაიღო ტვინი ამ რეკლამებმა რა. თავის თვითონ რეკლამები. რა თავი გაწვერილი მე კიდე. კლავიანი ვაცვია. ისეთი ქარია ხალხო გარეთ რო რა ვიცი. მაგრამ წუხელ კიდე უთვათ ამოვარდა ქარი, წამოვიდა კეში. ხალხო, გარეთ გამოვედი ღამისებით. რატომ გას გამოვიხედავ მე ფიფასაცმელები დამჭა გიორგისში გარეთ და გამოვედი ეზოში. წამში გამოვედი და დაგწელდი ისე რომ გამოვიცვალე მეორედ. გამოვიცვალე ისე დავწელდი, ისეთი წვიმა იყო. კეში რასაც ქვია. აი ჩემი თითის სიცხო წვიმები მოდიოდა. წეთები. გუშინ საღამოზე ხოლმე როგორ სიმშვიდე იყო და ხო, სიმშვიდე იყო, არც ღრუბელი იყო, არც არაფერი. ღრუბელიც არ იყო. შემოვედით. ხო გავიარეთ. დავწეკით. უმეცად იყო. მიხოდა მარო გადავახვილეთ და მიხოდა მაროს უყურეთ და იმას აქვენით რა ქვია. დავწეკით და დაიწყო წვიმა. 11 იყო, 11-ის ნახევარი იყო სახში რომ შემოვედით მაშინ. ამოვარდა ქარი. მიხოდა მაროს უყურეთ, სიმშვიდე იყო. ხო, ყველაფერი მშვიდად იყო. ღრუბელიც არ იყო. არაფერი არ ხდებოდა. დამთავრდა მიხოდა მარო რომ გადავახვილეთ და დამთავრდა. გიორგიშოვი დავწვეთ მეთქი დავწეკით 12-ის რაღაცა თვთები იქნებოდა ან ნახევარი. ხო, სანამ დავწებოდით მე გარეთ გავედი და გარეთ რო გამოვედი, არანაირი ის არ იყო, არც ნიავი იყო, არც ღრუბელი იყო, არც არაფერი. დავწეკით, ვარ ტელეფონში ვსკროლავ ტელეფონს უცბად ამოვარდა კარი, წამოვიდა წვიმა, რაღაცა ის არა ქვია. აი, ხალხო, გრიგალი რო წამოვა ხოლმე და წვიმა წამოყვება მაგარი. აი, ეგეთი ზუსტად. მსგავსო რაღაცა და წამოვიდა ეგრე თხეში. გამოვედი გარეთ ხო მოგეყევით ისეთი დავსველდი ღამისები შარვალი და ზედას უდამისველდა. გიორგიშოვნები რა აქვს? კიდე კაი მესამე წველი, სამი წველი მაქვს თუ 4 რა ვიცი მე და კიდე კაი გარეთ ცხილი არ მქონდა. ორივე. ხო. თორე ისე მოგიწერდა დაწოლა. ხო, არა, პერანგიც მაქვს, მაგრამ იმ ხამები. ხამის ბიუსა პერანგი. ის არის. ვაიმე. სუდავსველდი რა იყო ხალხო მე გადავიდივე. ხალხო ახლა რა უნდა მითხრათ, რაზე უნდა გვესაუბრა გიორგი? დილით ავდექით და მზე იყო. რაზე უნდა გვესაუბრა? ვაიმე დედა რა ვაკრა. ხო, ის რა ქვია. კეთი იმაზე კეთი ეგვიდონაშვილი რო გათხოვდა. ხო, გათხოვდა. ალბათ გეცოდინებათ. ისა რა ქვია, ხალხის კომენტარები, სასაული რა. ის მის მაგირად რომ მიულოცონ ადამიანს გათხოვება, ხო? და იმას არის რა ქვია, ადამიანს ზე ის მასაკნან ხარი დაუჭირონ ყველაფერზე. პირიქით. კომენტარები ესე იგი რა, კომენტარებში ამოიღეს მიწიდან და ჩადეს უკან. ზოგმა დაწერა შენ იკობო დავდგიო
ზოგმა დაწერა დაგალაგევენო კი ყვავილები გულზეო, ზოგი მიწაში, ზოგმა მიწაში გაუშვა. რა ვიცი. არა, უბრალოდ ბავშვიც კი, შვილიც კი დაუწყევლეს ხალხო. ხალხო რა უნდა გითხრათ? მე არ ვემხრობი ნამდვილად. რა ვიცი, მე სულ ამას ვამბობ და ვიძახი. მე არ ვემხრობი. ბულინგია იგივე, გიორგი. ბულინგია. მეტი არაფერი არ არის. იმას თავის გაჭირვებია, თავის გაჭირვება აქვს. კი, არ არის ნამდვილად სასიამოვნო, რაღაცა უმსხავსო რასაც აკეთებს უბრალოდ არ არის სასიამოვნო. მაგრამ ეგ ჩვენი გადასახადი სასიამოვნო არ არის ნამდვილად. ძალიან ცოდოა. რა იცით თქვენ ხალხნო, რა სტრესი ქონდა გავლილი, რანაირად რა იყო? ცხოვრებაში არავინ არ იცის, ვის რა გვემართება, ხო? რა ვიცი, თუ დამეთანხმებით და ესე იგი ისა რა ვიცი, ცხოვრებაში შეიძლება ამ წუთში ნორმალურად ვარ, ნორმალურად ვაზროვნებ, ნორმალურად ვაკეთებ თუ აი შეიძლება ხვალი გათენდეს და რაღაცა სიგიჟე მომია. რაღაცა დაგემართოს, ხო? მოვიდეს რაღაცა ელემენტარული. აი უბრალოდ ინერვიულ რაღაცა იმაზე საკითხზე და რაღაცა დაგემართოს, ხო? ხო. შეიძლება რაღაცა მოგივიდეს რაღაცა უცბად. რაღაცა შემოგიტრიალდეს და შენც დაიწყო ეგ სისულელე. არავინ არ იცის. ვის რა დემართება. აშკარად ეთყობა რომ ადამიანს აშკარად ეთყობა რომ თავის შვილის დაბრუნება უნდა. კი, ნამდვილად. და იმიტომ უნდა რომ სახლიც ჰქონდეს. კი. თავის შვილებისთვის ისაო რა ქვია, შვილებს ცემდაო. ის არის. ის შვილი გიორგი სადაყო. ბავშვთა სახლში. ხო, მაგრამ თვითონ საცხოვრობდა. დედა არ ვიცი, მე მგონი ნაკირავებში ცხოვრობენ, კახეთში. ნაკირავები აქვს, მგონი თუ არ ვწდები, არ ვიცი. მინდაო რომ ჩემი სახლი მქონდესო და ჩემი შვილი ჩემ გვერდით იყოსო, კალი იცახის. კი, ნამდვილად ცოდოა, არავინ არ იცის. ერთი შვილი ყავს? ერთი ბიჭი ყავს ხო? არავინ არ იცის ცხოვრებაში ვის რა. ხუთჯერ გათხოვდაო. დიდი ამბავი ახლა ხუთჯერ რო გათხოვდა. მე რა 100 ჯერ თხოვდებიან და 200 ადამიანი. მაღაზე უარესებს ჩადიან. ის არის, იცი რა არის დედა? საყვარელის ყოლას. და ვიღაცის საყვარელი რო იყო, იმას რა ქვია. მაგას კი ჯობია რომ გათხოვდე. კი. კემალ გათხოვდები და ქმარი. გათხოვილი მაინც იქნები და ქმარი მაინც იქნება, ხო? გათხოვილის სტატუსი მაინც იქნება. ხო, და ნორმალურად მაინც. საყვარელის ყოლას კიდე ჯობია რომ გათხოვდე. კი და ელემენტარული სიტყვაზეა ვიყოთ, არავის საქმე არ არის. და აი ხალხო იცი რა მიყვარს. რა არ მიყვარს, რა მიყვარს მეთქი შემეშალა. ისა, უბრალოდ აი ხალხს განდიდების მანია აქვს ხალხს. აუ ძალიან ამეტანი ხალხო, ძალიან ამეტანი განდიდების. აი თითქოს ისეთები დადიან, ისეთები არიან, რომ აი თითქოს ცხოვრებაში გაჭირვება არ ქონიათ, ისეთი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე. არ უნდა იყოს, თავარი ადამიანობაა თორე ის ფული, ცხოვრება, ქონება, მანქანა, ის რა ქვია, ტელეფონი, ნებისმიერი ნიფტი, ის არაფერი არ არის ხალხო. თავარია სული გქონდეს. სუფთა და იყო. მანქანა არაფერი არ არის. შეიძლება დღეს ამ წუთში არ ყავს თქვა სიტყვაზეა ვიყოთ და მეორედ რახან მანქანაზე დავჯდები მე და ელემენტარული რახან რაღაცა ფუფუნებაში მეკნება. მე იგივე ადამიანი ვიქნები. მოიცა მანქანა რა ფუფუნება არის ვერ გავა. არ ვიცი, ხალხს ეგეთი მანქანა რა ფუფუნება არის. იცი რა არის ხალხო? ჩამოიყვანენ ხოლმე მანქანებს. მეორადი მანქანები ჩამოდის ხოლმე საქართველოში. ჩამოიყვანენ მანქანებს. ვითომ ის არისო რა ქვია. ახალიო და პრინციპში ვიღაცის მართლა ეს სიტყვა არ მიყვარს და მართლა ნახმარ მანქანაზე ზიან. და უბრალოდ არ შეიძლება. განდიდების მანია და განდიდების მანია დაემართათ. იცი რა არის ის არის რა ქვია. სოფლიო კი მესმის სოფლიო არის სოფლიო შეიშალა ხო? ადამიანები შეიშალნენ. საქართველოში ძალიან ამეტანი მოუვიდათ. უკვე თავში აუვარდათ, რაღაცა დაინახეს, თავში აუვარდა, ზოგიერთს კიდე ევროპაში რო წავიდა, თავში აუვარდა ზოგს. ყველაზე არ მაქვს საუბარი, ვინც ღირსეულად მუშაობს და ვინც ღირსეულად არის იქ. ზოგს თავში აუვარდა. ხო და ის არის რა ქვია. რახან ევროები დაინახა, ესე იგი გამარჯვებით მათ აღარ უნდა და პრინციპში საქმეზე რომ მიდგეს, ევროპას ლანძღავს.
და ევროპას იმას აშვება. არა მე ევროპაზე არა მაქვს. ევროპა პაჭრებს კიდე. თავშია გავარდნილი და იმიტომ. მარტო ევროპაში არა. ევროპაში ვინც არის უფრო ნორმალურად არის მე. ჩამოვლენ მე და კარკადრულობენ იმას რა. ევროპაში ვინც არის ისინი უფრო ნორმალური ადამიანები არიან. იმათ იციან ფულის ყადრიც ისიც. ყველაზე არა მაქვს საუბარი შეც მესმის. მაგრამ ხო, გიორგი ყველაზე არა, მაგრამ აქ ვინც არიან, ხო? აი, მოფოფრავენ, აი. ევროპაში კი არ არიან, მაგრამ ელემენტარული არ შეიძლება. საქართველოს არ გაცილებიან კიდე. ადამიანობა უნდა შეინარჩუნო ადამიანმა. მე რა ვიცი, მე ესეთი ადამიანს დაინახავენ, ცოტა იცი რა არის? მარტო იმასე კი არ იციან რომ გათხოვდებიან და იმას აშვებიან. გათხოვებაზე მარტო აქ საუბარი არ არის. ვიზუალზე ზოგი ის არისო, რა ქვია, ცოტა გაჭირებული თუ ხარ. გაჭირებული ისეთი ტანი თუ არა გაქვს. გამხდარი ხარ ის არისო. არ მოწონხარ უშნოაო, რას გავხარო, მაგრამ ფურთხის ღირსებიც არ არიან. სუქანი ხარ, ისაო რა ქვია, რა არისო, ბოდიში და მცხნერის ბოჭკას გეძახიან, ხორს გეძახიან. ის არის კანისფერი გაქვს, სხვანაირი განსხვავებული კანისფერი გაქვს. გეძახიან შავი ხარო, რას გავხარო? არ ვიცი ის ახლა რა ქვია. აი ყველა ერთნაირი ხო ვერ ვიქნებით არა. ელამი ხარ და გეუბნებიან რა არის ელამი ხარო? ხო, ელემენტარული ის არის რა ქვია. ცოტა სახეზე ისეთი ის არა გაქვს, კბილები არა გაქვს ისეთი გეძახიან ფუ რას გავსო? არა, უბრალოდ რას გავსო კი არა, მე მსგავსებაზე არ მაქვს. ჩაცმული არა ხარ ისეთი და ისეთი ჩაცმული არა ხარ და უბრალოდ რაღაცა გეუბნებიან ის არის. როდესაც არ გიყენებენ ადამიანს. ხო, გეუბნებიან რომ რა გაწვია. ახლა არ ვერ დავიჯერებ რომ ყველას ბრენდები აწვია, ნამდვილად. ბრენდები მე მგონი იმაც აღარ აწვიათ რა ქვია. მსახიობებს და მომღერლებს და იმებს. ისინი მეორადებში ყიდულობენ და ეს ისინი რა ქვია. აი მე მომისმენია თიკა ფაცაცია, ნინო ჩხეიძესაც ბევრჯერ ვთქვია, ნინა წრიალაშვილი, ახლა იმაშია საფრანგეთ არის, საბერძნეთშიც ასული. ბევრჯერ ვთქვია. ყიდულობთო იმაშიო რა ქვია, ბევრჯერ ბრენდებია გიორგი იქ არ განა უბრალო კი არ არის. გინდაც უბრალო იყოს. ხო. რა მარტო ის კი არ არის, მარტო ჩაცმულობით და იმითი არის. ბრენდი მაცვია გე რა არის ვითომ. რა ვიბლატაო? ლაკოსტია ეს. ლაკოსტიო თუ ლაკოსტაო თუ რაღაცა. ვიბლატაო? ცნობილი ბრენდია მით უმეტეს. რა წავიდე და ვიბლატაო? ორა ძალიან ისიან ეს არის რა ქვია. რა არის ვითომ პრადას ის აღარ კიდე რა ქვია ქურთუკი. ხო და რა არის ვიბლატაო რო ის არისო რა ქვია პრადა მაცვიათ ხო? არა. ჩაცმულობაზე არა ელემენტარული და არ შეიძლება ადამიანმა უნდა ყველაფერზე იციან. მარტო იმაზე კი არა, ყველაფერზე აბსოლუტურად. ხო და იქნება იმ ადამიანს იმ ქეთია თუ ვინც არის ხო ელემენტარული რომელთმა ყველას მისცეს ყველაფერი და ყველას კარგი მისცეს. შეიძლება რა სტრესი აქვს გადატანილი. სტრესიც არ არის დედა. მარტო სტრესი არ არის. სტრესი შეიძლება არ აქვს გადატანილი, მაგრამ სტრესი სულ არ აქვს გადატანილი, მაგრამ 5000-ჯერ თხოვდებიან და წანწარებენ. კი, არა, მე იმაზე კი არ. იმ ხელა ქალების ხედან წანწარებენ იმაში რა ქვია. წამოიხდიან ხოლმე იმ შავლებს და შორტებს და იმებს და წანწარებენ. მაგას არ აქვს მოკლები ეგ თავისთვის მღერის. ხო. ერთად გიძმაიც არ იქნებს. არა, უბრალოდ არ შეიძლება და აი ყველამ თავის თავს უნდა თუ ბიბლია ვინმეს საერთოდ წაკითხული აქვს, რო ითხოვენ ხოლმე. წაკითხული თუ ვინმეს აქვს ბიბლია. თუ ჩაუხედიათ ერთხელ მაინც. და ერთი აბზაცი თუ წაუკითხიათ. წაუკითხავთ უბრალოდ. ღმერთო და წერია, ითხოვე და მოგეცემა. უფლისგან. წაიკითხოს, ვინც მაგას ამბობს, რომ მათხოვრობა როგორიათ. წაიკითხოს, აბა. მარტო მოგეცემა ის უფლის მოგეცემა გიორგი. ითხოვე და მოგეცემა. ღმერთისგან. მესმის რომ ვისაც არ უნდა არ ჩაურიცხავს, ვისაც უნდა ჩაურიცხავს, ხო? კარგით რა. კარგი რა მართლა და მართლა. ცოდუა. ხო არავინ გაძალებს რომ ურიცხე, ურიცხავ მე. ვაფშე საერთოდ უყურებ. მე მაგალითად უგულებ გიორგი, როცა უყურებ და უგულებ. მე არც ვაგულებ არც არაფერი. რომ მომიგდებს ვიდეოს
ყავს ქროლავ და დავანებებ თავს. ხო. ხანდახან დაუგულებ, ხანდახან არ დაუგულებ. არც ვაგულებ და არც არაფერი. ვანებებ თავს. ხო. იმას თავის გასჭირებია და კიდე ჩვენი ის უნდა, რა ქვია, ცუდის წერა. გაჭირები კი არა, ქალის ისინი რა ქვია, მართლა ვარსკვლავი გახდა. მთელი TikTok-ი მაგისიმებს ხმაზე ვიდეოებს იღებს ხოლმე, მთელი ქართული TikTok-ი ხალხო. გატრენდდა, ტრენდი გახდა. ქალი. ხო, ისა. კეთი ეგიდულაშვილი გახდა ტრენდი. სოფლიო დივა გოლი. TikTok-ის დივა. ხო, რა. ხო. მე იყავთ. იცინე და იყავთ. დადგნენ და იცინო. იცი რა არის, მარტო კეთი კი არა. ყველაფერზე ხო უნდა იღლიცინონ ახლა ზოგიერთმა. ყველაფერზე უნდა იღლიცინონ აბსოლუტურად. ოღონდ იღსაღლიცინოს და საჭურაო მიეცი. ადამიანს ხო. ისე რატო ვართ ადამიანები ესეთი? აი მე მაგ ხალხო, აი ესეთი ისა რა ქვია. ადამიანო, აი ადამიანზე ასე მგონი ადამიანზე ის რა ქვია. სასტიკი. სასტიკი ასე მგონი აღარ ადამიანზე სასტიკი და ბოროტი. ცხოველიც არ არის. ცხოველმაც იცის შებრალება. დღითი დღე წმუნდები, ყოველ დღე წმუნდები მაგაში. არ შეიძლება. რახან შენ ცხოვრება გაქვს? მანქანაზე ზიხარ. მანქანაზე ზიხარ კი არა, ეს ადამიანს. აი ოჯახის სიწმინდის დღე რო აღნიშნავენ ზოგიერთები, მე არ დავდივარ მაგაზე. რო აღნიშნავენ ზოგიერთები. სწორედაც ეგეთები არიან იქ მისულები. სწორედაც ეგეთები არიან მისულები. და მე ვითომ კაძრებში იმას აშვებიან შევლენ, ოჯახის სიწმინდის დღეო ხატებს ატარებენ, ვითომ სულელობას მოაწყობენ და მე დამიმოვლენ, დაჯდებიანი საქმეზე რო წავდნენ სიბოროტეს ჩაჭი. იმაში დაჯდებიან ინტერნეტში. მოიპოვიან ცოტა ისეთ ვიღაცას, ვინც იმას არ მოიწონებათ, უწერენ ცუდებს, წევლიან, თათხავენ. და ვითომ ის არ ვთქვი რა ქვია, წმინდა ოჯახები გვაქვს, წმინდა საერთოდ არაფერი აქვს. თავის ზოგს ღმერთი გონია. ისე იდიდებს თავს. ღმერთი არ იდიდებს თავს, სისაურო ყოვლის შემცვლია და თავის ცხოვრება არასოდეს არ უნდა გავიწყდეს. საიდან მოდიხარ? საიდან მობრძანდი? როგორ მოდიხარ? რანაირად ხარ? ცხოვრებაში არავინ არ იცის ვის რა დაიმართება. წინასწარ. და ჩვენ რო გვიწერს ერთი გაუნათლებელი მართლა ისაო სოფლელო გაუნათლებლებო, შეგაუნათლებელო მართლა. შენ დაგავიწყდა საიდან ამოხვედი? იმან დაწერა ისევე, მაშინ რო დაგვიწერა იმან. სოფლელები ხართ გაუნათლებელი. კიდე? გაუნათლებელი სოფლელები კი არა ვართ. ყველა სოფლეს შემოვევლე მე. და შენ კიდე იმან დაწერა, იმ ქალბატონი ყოფილა. თან ის არისო რა ქვია. კიდე დაწერა სოფლელები. თან Facebook-ს წერს. ისინიო? სოფლელებო, ხო. ჯერგეთი გაუნათლებელი თვითონ გდიხარ. ბრძანდები არა, გდიხარ. გაჩეგიო. და ემაგ ხელა ქალი ხარ კიდე. და ნუ მიზიღარ აქ. და მე ნუ მლაძღავ კიდე, ნუ მლაძღავ. თორე ისეთი ლანძღვა ვიცი. არ მინდა თქმა. ისეთი სიტყვები ვიცი, ისე ლანძღვა ვიცი, რომ საერთოდ წყალიც ვეღარ გაგრეცხავს. გაანები დედა, მაგნაირია და გაუნათლებელო იდიოტო მართლა ამ ხელა ქალი ხარ. არ მინდა რომ ენა ავიმყრავო. მე ჩემ ხალხს ვცემ პადევს. არც დამიბლოკი ხარც არც არაფერი, ეგდები და მიყურე. და ჯერ ეგეთი ელემენტარ რომელ ვიდეოზე დაწერა? მე რა ვიცი რომელიღაცა ვიდეოზე დაწერა. კიდე მეორედ. კიდე მეორედ. მეორედ კი არა, მე რამდენად დაწერა უკვე ამან. სათვალავიღა ამერია. მე მიბლოკე, რატო არა ბლოკა? არ და ბლოკავ და ახლიდან აკეთებს. ეხლა არ დამიბლოკი ხარ. ეხლა არ დამიბლოკია. ეგდოს და იყოს. წეროს და იყოს. სოფლელი ჩვენ კი არა, შენ ახარ მე მგონი. არა, სოფლელი. აი რატო გაქვთ ამ ხალხს? სოფლელი თუ კიდე ზოგიერთ თუ სალანძღავი სიტყვა გონია. ტაში, ბრავო. აპლოდისმენტები მართლა. სოფლელი რა? სოფლელი გონია ამ ხალხს სალანძღავი სიტყვა. ხო, აი თითქოს. ვაი. ქალაქელებს ხო? სოფლელი ფელი რო არ არსებობდეს და სოფლელები რო არ იყვნენ და არსებობდნენ. არაფერი გექნებოდათ. კარგად მიითმევთ იმ ბაზარში ნაყიდ მაწონს და რძეს და იმას რა ქვია, არაჟანს კიდე და ელბოს კარგად მიითმევთ სახლის ელბოს, ჯანსაღიაო და ნატურალურ. აბა საიდან არის ქალბატონო? მითხარი?
კარგად რომ მიითმეთ ზოგიერთი. არ გამომივიდნენ ქალაქელები? სოფლელი არა ხარ მავინახა. ჯერ ერთი სოფლელი თითო სოფლელი კიდე ძალიან ძღავი სიტყვა თუ გონიათ? მალადეც. გაუნათლებელოთ არო მე რომ მეუბნება გაუნათლებელო. შენ თვითონ არაფერი იცი მაგ ხელა კაცს არაფერი გისწავლია და არაფერი შეგივიდა ტვინში და გაუნათლებელი რა ლაპარაკია. გაუნათლებელო. ღმერთო მე მეუბნება გაუნათლებელო. რა შემატყო გაუნათლებელის ვერ გავიგე? აუ ესე იგი ხალხო რა მე მეუბნება გაუნათლებელს და ყველაზე დიდი გაუნათლებელი თვითონ არის ბუნების შეცდომა პირდაპირ ბუნების შეცდომა ან მაგაზე თქმა ვაი მე ღმერთო დიდებულო არ მეილაპარაკო არ ვიცი ხალხზე მართლა არ მეილაპარაკო არ მაიყრანო პირი მე რომ მეძახის გაუნათლებელი პირიქით მე მეძახი და თვითონ გაუნათლებელი ვაი მე რა ვარ აი მაშია გაუნათლებელი გიორგი რომ არის ის ვის რა მიმართოს საერთოდ რამე თუ წაუკითხა როგორ მიმართოს და ეგ არის ზუსტად ხო ეგ არის მიმართოს და შეიძლება ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ ჩემი გამომწერები საერთოდ ვერ ამნახო წლები მაგრამ მეც უცი იმისთვის არასოდეს არ მოვისურვებ და არასოდეს არ ვიტყვი არავისზე სულ არ ვიცნობთ იმას ზოგ გამომწერს მაგრამ არ მითქვია რომ ცუდები არიან თქო ხო რა სისულელია გიორგი ეგ გაუნათლებელი კიდე რა ლაპარაკია ჯერ ერთი გაუნათლებობა რა შუაში რა შეგვოტყვი გაუნათლებობის რახან არ ვიგინებით და არ ვილანცხებით ის არის განათლება ეგ გონია რომ სხედან და 24-ზე რო იგინებიან და უფლის უნდა ეშინოდეთ მოდის ის დრო მოვა და ოჯახის სიწმინდის დღეზე ვიყავიო შეგაუნათლებელო ოჯახის სიწმინდის დღეზე რო იყავი მე რაღაც ეტყობა მაშინ რომ ჩაწერე გიორგი მე არ ვემხრობი მაგ იმას რა ქვია მაგ დღეს ზუსტად არ ვემხრობი იმიტომ რომ აღარ მინდა ეხლა ვილაპარაკო რაზიც არის დაწესებული აღარ მინდა ვილაპარაკო და თუ შენ განათლებული ხარ უნდა იცოდე წესით არასოდეს არ წავალ მე მაგალითად მაგ იმაზე რა ქვია ოჯახი ჩემთვის არის ყველაზე წმინდა და არ არის საჭირო რომ აფიშირება გავაკეთოთ ეგ ჩვენ გულში უნდა იყოს წმინდა თორე აფიშირება რო გავაკეთოთ არ არის საჭირო არასოდეს არ წავალ მე მაგალითად. არც შენეც რა უშვებ. არ არის საჭირო. ტაძარში მივდივართ. სანთელსაც ვანთებთ, ვაკეთებთ, მაგრამ ოჯახის სიწმინდის დღე. ოჯახის სიწმინდის დღე თუ ბრძანდებოდი, მართლა წმინდა უნდა ყოფილიყავი. ტაძარში ხომ მიხვედი. ტაძარში ხომ მიხვედი და სანთელი ხო ანთე. ხატი ხო გეჭირა. უფალთხო შესთხოვე. შენი შვილების კარგად ყოფნა ღმერთის ყველას კარგად. ძალიან მეწოდებით. აი ესეთი ხალხი, აი შენაირი ხალხი მეწოდება ძალიან. ძალიან წოდოები ხართ. შენაირი კიდე რამდენი იყო იქ? ძალიან საწოდავები ხართ რა, ძალიან. განდიდების მანიერა არავის. ძალიან საწოდავები ხართ და რა გეშველებათ არ ვიცი. აი ეს უფალიც განრისხებულია გიორგი, იმიტომ აღარ გამოდის ხარ წამიდია. ხანდახან რაღაცა უმსგავსო რაღაცა წვიმა წამოვა უაზრო წვიმა წამოვა ხანდახან ხო კარი რაღაცა უაზრო ამოვარდება ხო აი ბუნებას რატო არ უყურებთ რატო არ უყურებ ჰა უცოდველი ახალ გაზდობა რო იხოცება ზოგი წყალში ვარდება ყოველ ნაბიჯზე რო ერთმანეთს კლავენ და ერთმანეთს მასაშვებიან მაგაზე გამოდით ხო შეიძლება და რაღაცა იმას აკეთეთ ხო არა მაგაზე კი არ ვიცახი მე კოლაზე გინდა კოლა იყოს და აი ყოველ დღე თითქმის ვიღაცას კლავენ ხო ხო კლავენ და ის წყალში რო ცვინდებიან აი ამდენი კიდე გადავარ და გადახტა გაზდობა იხოცება რატო ღმერთო რატო წევრი რატო აი რა გინდა ხარ შენ რა სიწყევლები ვერ გავიგე რომ წევრი აქვს არა დაწყევლელი შენივლი ჯერ ერთი ჩემშვილს რა აქვს გაუნათლებული ღმერთმა დაგწყევლოს მართლა ისე დაგწყევლოს რომ მართლა ვეღარ გონზეც ვეღარ მოხვიდე ფეხზეც ვეღარ ადგე აი პირდაპირ შენ პირადად შენ ნანები გიორგი თავი ღმეს ნაგავი გაუნათლებელი ეს უცოდა გიორგი ჯერ ერთი და მოწა ვაი შესაცოდაო შენ გიორგი მე იმას ქენ რა ქვია მაცაუბრე ამერია ენა გიორგი ნუ ვაჭაიტე ჩავისთავი აბა მწყევლის რას წევლის ვერ გავიგე ვინ მიგდია
გაუნათლებელო შესაძსოდაო შენა შესაძსოდაო ჯერგეთი ჩემშვის რა აქვს შენი გაუნათლებელი გაუნათლებელი მოვიდა შეურაცხყოფა მოგაყენა მოვიდა გაგლანძღა ვინმეს რამე ცუდად მიმართა თუ რა გაუნათლებელი ის წავიკითხე ზუსტად რა ქვია კომენტარი რო კომენტარიც ვერ დაწერეთ ეს ასოები რო აგერია ასოები რო არ დამელაგებინა ვერაფერ ვერ გავიგებდი მე აბდაუბდა დაწერა რაღაც იმიტომ რომ მსგავსად დაწერა აბდაუბდა დაწერა და კიდე მეუბნება გაუნათლებელო საერთოდ წერა იცი წერა კითხვა იცი რამე წაგიკითხავს რა შოშე გაუნათლებ რატო არ იყავი ის ამაზე რა ქვია ოჯახის სიწმინდის ღერო მოიმედე და ღმერთო შენ რა გინდა შემინახარ ჩვენ სახში მე არ დავდივარ მაგ ეგეთ დღესასწაულებზე იმიტომ რომ აღარ მინდა საუბარი აღარ ვიტყვი აღარ მინდა საუბარი ეხლა ეს ამაზე საუბარი რო დავიწყო ძალიან დიდ ზეწაგობას აღარ მინდა საუბარი და თუ რამე წაგიკითხავს და თუ რამე იცი და კითხვა თუ იცი საერთოდ წაიკითხე შეგიძლია წაიკითხო ეგეთები შო სიწმინდეზე კი არა სიწმინდე კი არა მანდ სიწმინდე კი არა ყველაზე უწმინდური ხალხი რები დადიხარ ზოგიერთი და შენაირ კიდე რამდენი იყო იქ და ღმერთის და ქრისტიანობით იმას აშვებით რა ქვია ურაფერს და ღმერთის სახელს ნუ ხართ ამოფარებულები თქვენ ვითომთ ქრისტიანებო თქვენ რა კაი მზია მოვიდა იქნება შეც გაგინათდეს ესე ტვინი როგორც ეხლა ის განათდა მაგრამ არ გაგინათდება თელ ცხოვრება ეგეთი დარჩენი შეიძლება ხალხო აი ხალხო რა ხალხია და მე ვითომ ქრისტიანები რო არიან ქრისტეზე ამოფარებული ისინი ხალხი რო არიან ტვინში მიტყავს პირდაპირ აი პირდაპირ ტვინში მიტყავს ხო აი რა არის ხო იქ რო არ წავედი ოჯახის სიწმინდის დღეზე თუ არ წავალ და იქ თუ არ იმასავშვები აფიჩინება თუ არ გავაკეთებ იმ ყველაფრის ისე ვერ იქნება ოჯახი წმინდა კი აბა ჩვენთვის რაღაცებზე რო იწაღით პროპაგანდაო და პროპაგანდა ეგ არ არის რასაც თქვენ აკეთებთ ოჯახის სიწმინდი ოჯახი არის ყველაზე წმინდა ადამიანისთვის თითოეული ადამიანისთვის შენ ალბათ ეგეც არიცი და აფიშირება კიდე საჭირო არ არის არ არის მართალი ოჯახის სიწმინდე არ ვიცი ჯერგეთი არ შეიძლება ვიღაცას ესე არ იცნობ ერთი შეხედვით ხედავ იმაში ტელევიზია თუ ტიკტოკია თუ YouTube-ში ხო გინდა რა მშობა რასაც ინტერნეტში ვწერ ზოგადად ელემენტარული და შენ შემოდიხარ და ესეთ ცუც წერ სიწმინდე ის კი არ არის რომ ქუჩაში მე გამოვიდე და ქუჩაში გამოვიდე აფიშირება გავაკეთო კი სიწმინდე ის კი არ არის სიწმინდე ის არის რომ ცუდი არავის არ უსურვო სიკეთე ვაკეთო ჩუმად ღმერთმა ის კი არა თქვა უფალმა რომ შენ აფიშირდი ის არა აფიშირება გააკეთე ხო სიწმინდე ის არის რომ შვიდად სიკეთე სიწმინდე იცი რა არის ეკლესიაში მიდი და იქილოცე შენი ოჯახის იმის გამო რა ქვია ოჯახის დაცვის გამო ჯანმრთელობის გამო სანთლები აანთე ის არის რომ ღმერთის ლოცვები წაიკითხე ამას ვამბობ ხალხო არ მინდა თქმა მაგრამ ვიტყვი ღმერთო ყველა მშობელს დაუფარე შვილი იქაც მე სულ ამას ვამბობ გინდა სანთელი ავანთო გინდა ისე გავიდე ყველას შვილი უნდა იყოს დაცული ყველას მომავალი უნდა იყოს დაცული ისეც ყველა მშობელს რატომ ლანძღავ ახალგაზრდებს მოგწყვეტავდით სულ ყველასო ის არ გიყვართო რა ქვია ღმერთიო ვაი შეუბედურო შენ შეუბედურო შენ ღმერთი არ გიყვარს პირიქით ღმერთი რატომ უნდა შენ ამოწყდი
აი ესე გეტყვი. შენ ამოწყდი და ამოიბუგე მთელი მოდგმით. აი ეგარე. აი წევლა ეს არის. არა მომყრალებინე ნაინა. არ უნდა იყროლო გიორგი. არ მინდა ეხლა რაღაცები თქვა. რომ შემობრძანდებით და დაეგოზებით ზოგიერთები. აურა სიამოვნებით გაგლეჯით დიდ შუაზე. უბრალოდ ღმერთის წინაშე მაგას როგორ ამბობ? ოჯახის სიწმინდის დღეზე ვიყავიო და თქვენ ახალგაზრდები ამოწყდითო. შენ ამოწყდი და ამოიბუგე. რაღაც ჩვენ წვეტა. ამოსაწყვეტი მართლა. შენ სულ ამოწყვეტილი ყოფილიყარ, არავინ არ გინდა და შენ ისედაც ამოწყვეტილი ხარ. რა აზრია შენ იმას რა ქვია, შენ აქ ყოფნას დევხარ უბრალოდ ნივთივით, დევხარ, მეტი არაფერი. სარგებლობა არ აქვს. მეტი არაფერი. არანაირი სარგებელი. ტვინი გაქვს. დამაცადე მე მალაპარაკი. ჯერ ერთი ტვინი გაქვს ამომშრალი. გაიგეთ? რა ვიცი ვინა ხარ, ქალი ბატონი ხარ თუ ბატონი? ქალია, ქალია. ხო, ვინ არის, არ ვიცი. და ესე უმსგავსო დაწერას თავი დაანებე და შეთავს მიხედე. ტვინი გაქვს ნამდვილად ამომშრალი. ამომშრალი ბარტო. ტვინი რო არ კონდეს ამომშრალი. რაღაცას იაზროვნებდი, ხო. თავი მიარტყი, სადღაც ყველა სულთლად რაც მიარტყი, 2 გრამი ტვინი კონდეს და საერთოდ გარეთ გამოგივიდა. აი ვედედა და ნამეტანი ამოგეშრო ნამეტანი ქარები ამაში რა ქვია ცოტა წვიმაში გადის ცოტა ნამი დაგეცემა ტვინში და არა წვიმაში რო ჩავიდა გაეჟღინთა და უარესად იმას ამოუშრა დაუბინდა არა ამოუშრა დაწვეთება უნდა ცოტა რომ მოვიდეს აზრი ღმერთო დავანებოთ მაგას თავი რამდენი ვიცინე დავანებოთ მაგას თავი გარ არის უსკავსობა და უნაირობა მაგნაირ უბრალოდ საცოდავია და რა გავაკეთოთ ცოდოა ის არის თავის გაჭირვება გაჭირებული ბევრი არის მაგრამ კი უგზოუკვლოდ განათლებულები ბევრი ყავს საქართველოში ძალიან ხალხო ბევრი უგზოუკვლოდ განათლებული ყოლია ღმერთო ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი საქართველოს ამდენი ნიჭიერი ყავდა ახლა ჩემ რო ისმენდა აქ რო იყოს ამას რო ისმენდეს ვაი შეუბედურო წყევლას მე ნახავდი გიორგი გახსენებს მახსენებს ვაი ეს თუ გლახად მახსენებს ხო რაც ჩემზე იფიქრა ერთიც არაც ეს უკან დაუბრუნდეს უთლად თვალები მეკავე ბარად ხო და ეგრე ხალხო ჭკუაზე მოდით აზრზე მოდით ჭკუაზე მოდით ზოგიერთები რა გინდათ ამ ახალგაზრდას დაანებით ამ ახალგაზრდას ყველა მიცოცხლოს და იცი რა უნდათ ის რო გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს მაგიტო უწყევლი ლით ზოგიერთები მარტო შენ არა ზოგიერთები ჩვენი ხალხი ზოგი კი არა ჩვენი ხალხზე არა მაქვს საუბარი აი მე ნაირებზე მაქვს აი ნაირ უგზოუკვლოდ განათლებულებზე არა ჩვენი ხალხი ძალიან თბილები ტკბილები და რა ვიცი მე ღმერთს მადლობა რომ ჩვენ გვიწოდებს გამონათლებას დედა ხალხი და თქვენს დედა ახლა ჩვენ თაობას უწოდებს იმას რა ქვია გამონათლებას და თვითონ ყველაზე დიდი გამონათლებელი და ბუნების შეცდომა აგენის ხო დედა მე გევერი ხო ტვინია გამომშრალი ნამეტანი გათოშილი რო ქონდეს კიდე ცოტა გალღვება და რაღაცა ის იქნება რა ქვია ამარევინე შენაგარევინა მამაზეციერმა შენაგარია მამაზეციერმა მართ ხო გაყინული რო ქონდეს ტვინი გალღვება და აზროვნებას დაიწყებს უფრო და ამომშრალია საერთოდ ტვინი და ვერ აზროვნებს და წვიმაში მაინც გადი რო წვიმაში გადი ცოტა დაგისვენებს ტვინი ხო გარ დაიჭირო ოღონდ ისე გადი
ცოტა ტვინი დასველდეს, თავი დასველდეს, რომ შეიწოვოს ტვინმა და ცოტა აზრზე მოვიდეს. დედა რა გავქნა? მერტო. სიცხვილი და თავის მოჭრა არის პირდაპირ. სიცხვილი და თავის მოჭრა. დიდი სიცხვილია პირდაპირ. მე რო განათლებას დამიწუნებს. დედა რა გავქნა? რა ვიცი? მანია აქვს ზოგს რა ვიცი. განათლება გადაისაო, რა ქვია. ყველა შენზე მეტი კი მაქვს წაკითხული და ხუთენაზე საუბრობ და ისაო, რა ქვია. გაუნათლებელი ხარო? დედა რა გავქნა? ერთი სიტყვა თუ მაინც რამე იცი უცხო ენაზე მალადეც. უგზო-უკვლოდ განათლებული. ქართული აღარ იცის და ის თუ არ იცოდეს. ქართული მე წერს და აბდაუბდა წერს და მე მეუნება გაუნათლებელი ხარო. იცი რა არის? მოდი $200 მომეცი. არა, $200 არა. შენ უფრო მეტი. $1000 მომეცი. და ის არის, რა ქვია, ახლობლობაში გამოგიყვან. $1000-ად გასწავლი ქართულს უგინდა. რაღაც ვერ იმასაშვები, რა ქვია. ვერ ხარ ქართულში შეხედული კარგად. ღმერთო, ეს უგზო-უკვლოდ განათლებულები საიდან მოიყვანენ, ჰა? არ ვიცი. ყველა გზააბნეულს როგორ ჩემ არხზე უნდა დაეცეს, ა? ვისაც ფეხი აუცდა ყველამ ჩემ არხზე მოვიდა რა, ოხრობა. გიორგი, რაც უფრო გაიზდები, მით უფრო მოვლენ. ხო და ვისაც ფეხი აუცდება ყველა იმას რა ქვია, ყველა უგზო-უკვლოდ განათლებულ ბულმა ჩემ არხზე კი უნდა გაადინოს ყაბა თქო. ყველა ჩემ არხზე კი უნდა გაადინოს ღართანი. ყლაპანი. ხო. ყლაპი. ხილად დაჭექი მაგ კომპიუტერის კამზე თუ რაზე ძიღარ ყაბა არ გაგძვრეს ძირს. ტელეფონში იქნება რა. ო, წამოგორებული ხარ ალბათ და ტელეფონში იმას აშვები რა ქვია. სკროლავ ტელეფონს. დავეცით. აი ესეთებს ნამდვილად ტელეფონული ჩამოერთვას. ყველა ტექნიკა აბსოლუტურად. ტელევიზორის გარდა, იმიტომ რომ ტელევიზორში ვერ დაწერს კომენტარს. ცეთოდ არ მედარდება. 38-ზე ვარ, კაცო ჯერ. 37-ზე თქო. ხო, ცეთოდ არ მედარდება. მიწერე, ჩემთვის უფრო კარგი რაც უფრო მეც მიყურებ. მილაიქე, წყევლე თუ გინდა რამდენის გინდა, ისევ შენ მოგიბრუნდება ეგ წყევლა. ბაი. წყევლა მაწყევარსაო. ბაი. დავაი დასვიდანია ახლა აქედან. წყევლა მაწყევარსაო. ცოტა გარეთაც გამოდი. წყევა მაწყევარსაო ხარხნო. კი. მოგიბრუნდება წყევლა შენ. ბუნებაც რო განერისხება. არა, მარტო მე არ წყევლი, მარტო ჩემ საკუთარ თავზე არ მივიღებ ამ ყველაფერს. სხვასაც წყევლი. ჩემ თავობას უფრო ახალგაზრდებს კიდე. გიორგი, რა უნდა გითხრა იცი? რა? შენთან ხო შემოვა, შენთან ტიკ. მე კიდე სხვასთან შევა, კიდე ილანძღვება. მე გადავა ტიკ. ხო, ეგრე არის რა. მე გადავა ტიკ და მაგით იკვებება ეგა. იცი რა არის? ამათთვის არის, როგორც თევზი წყალში გრძნობს თავს. ხო. თევზის წყალში ხო კარგად გრძნობს თავს. აი მე ხარ ვლაპარაკობ აერი ამას ტვინი. ელემენტარული სიტყვა. ხო, ისე გრძნობს ეს თავს. ჩვენ რა ვითომ ბრაზდებით და არც ბრაზდების იმართლობა. განა კი არ ბრაზდები. არ ბრაზდები. უბრალოდ მეწოდება და რა ვქნათ. ისე არც უნდა იმას ავქნათ, არ უნდა ვთქვათ. თავისი გაჭირვება აქვს. გაჭირვება ეყოფა თავისი აბა ტვინი ამომშრალია და რა სიზავს. უსწავლია კლავიატურაზე კრეფავს. სწორად კრეფავს თუ არა სწორად კრეფავს? ეგეც რაღაცას შვება, ხო? ხო, რა. წერტილი მძიმე არ არსებობდა ან მე რომ მეუბნება განათლებულ მეუბნები. აი ქალბატონო კი არა,
ისა კიდე ეხლა კიდე ქალბატონობით იმასაკნა და უფრო გაგადიდო რა ქალბატონო კი არა ვიღაცა ხარ მე რა ვიცი ვინა ხარ ხო ქალბატონო კი არა აღარ გიკლია ქალბატონობის ქალო მომხედე ჩემო ძვირფასო ჩემო კარგო ისე ძალიან მიყვარხარ რომ მთელი დღე და ღამე შენზე ვფიქრობ ვაი შენს პატრონს მაგრამ არა გიტყვი ხო მომხედე ჩემო ძვირფასო მე რო ვეუბნები რომ გაუნათლებელი ხარ უფრო სწორად კომპლიმენტებისთვის მადლობა ხო მე რო მეუბნები გაუნათლებელი ხარო წერტილი მძიმე რო არსებობს იმაში რა ქვია წერის დროს და აბზაცი რო უნდა დააშორო და რო იმასაკნა რა ქვია თითოეული სიტყვა რო არ უნდა მიაბა ერთმანეთს ეგ ალბათ არ ვიცი წინადადება უნდა გაყო დაწერ არა გაწიე ხო დაწერე რა წინადადებას დაწერ რო დაწერ რაღაცა სიტყვას ან წერტილ მძიმე დაუსვი ან საერთოდ გაყავი წინადადება რომ რაღაცა ჩვენს გავიგოთ ხო ეგ არ ვიცით ალბათ მაგაზე არ გვსმენია არ ვისწავლია საერთოდ ხო და კიდე რა უნდა გითხრათ ხალხო ჩემო ძვირფასო და ტკბილებო მოგწერეთ ჩემო ლამაზებო გამოკეთ და დედა თქვენი იმ დღეს რომ მოგილოცეთ აუ მოგწერეთ რა იმაზე TikTok-ზე ვაიმე TikTok-ზე დამავიწყდა რომ იმეწერა ნამდვილად მოგწერეთ აბა გამოკეთ და დედა თქვენი როგორ არის გვაინტერესებს როგორ არის ხო მოგწერეთ ჩემო თბილებო და ვეღარ მოგწერე TikTok-ზე იმასათნა რა ქვია მავიწყდება ბევრ განათლებულთან მაქვს საუბარი ხოლმე და მავიწყდება რაღაცეები ხო და აი ის არის რა ქვია და გვაინტერესებს ნამდვილად როგორ არის ხო როგორ არის და ძალიან გვაინტერესებს გვიყურებს რა თქმა უნდა და თითოეულ ადამიანის გაჭირვება თითოეული ვინც გვიყურებს ყველას მადლობა ყველას უღრმესი მადლობა და ყველას კარგი შენს მადლობა ძვირფასო რომ ის მოგვეცი რა ქვია მოტივაცია თემა მოგვეცი ხო და უბრალოდ არ შეიძლება განდიდება ადამიანის ხალხო ის არის რა ყოფნა და არ ყოფნა თამარ მეგონია ალბათ სიმღერა რო არის ხალხო დაიცა სიმღერის სიმღერას ეხლა ბიჭი DJ პატონღერის მაგ სიმღერას ის არა ქვია რა ცოტა დრო გქონია თუ რაღაც ქვია მაგ სიმღერას ეგ სიტყვა არის რა თქმა უნდა რა ცოტა დრო გქონია ჩვენ კი ჩვენ დიდი დრო გგონიაო ხო როგორღაც არის აღარ ვიცი დასათესად დიდი დრო მაინც დრო გქონიაო ისაა პატარა დრო ყოფილაო აი ეგ რაღაცა გადავთვალე სიკეთის თესვის გასაკეთებლად ცოტა დრო გვაქვს მართალია და ეს ცოტა დრო უნდა გამოვიყენოთ სიკეთის დასათესად რომ ამ ქვეყნად კარგი დაგვრჩეს მაგრამ ერთ-ერთი ქალბატონი ვაიმე დედა რა გადავეკიდე ამ ქალბატონს კიდე ეს უნდა ამას ერთ-ერთი ქალი ხო ბებერი გოგონა უგზოკლოდ განათლებული იმასაშვება რა ქვია ტვინი გამომშრალი ხო და ტვინი გამომშრალია ზუსტად უგზოკლოდ განათლებული ხო რატო არიყავს ხადუნა ყოფილი სიწმინდის დღეზე რატო არ შენ რა იცი ჯერ ეგეთი იმდენ ხალხში მე ვიყავი თუ არა შენ რა იცი ვერ გავიგე ხო რა იცი მე რა ვიცი საიდან დაასკვნა იქნება და ვიყავი იმ სიწმინდის დღეზე ხო საიდან დაასკვნა მე რა ვიცი ამდენ ხალხში და საიდან დაასკვნა რა არ მithვალთვალებს შენ ხო არ მithვალთვალებს ცოტა ხალო ჰა რა არის სხვა რა გამოგზავნილი რა ქვია უჩინმაჩი რა იცი იმდენ ხალხში რა იცის რომ სიწმინდის დღეზე ვიყავი თუ არა შენ თუ იყავი ხო ისეთი წმინდანი ხარ და ისეთი წმინდა ხარ რომ ისა ხარ რა ქვია ღმერთის ანგელოზი ხარ რა შენ თუ იყავი ახლა იმიტომ ხარ წმინდა და იმიტომ ვერ იწევლები აგერ მოდი რა ჯერიგეთი სიწმინდის დღეზე ჯერიგეთი არ წავიდი და არ დავდივარ ეგეთ მაგ აფიშირებებზე ტაძარში დავდივარ ჯერიგეთი მივდივარ სამსახურში ვართ ხო მოვდივარ სამსახურში ვარ და დრო არ გვაქვს მაგრამ სინამდვილეში დროც რო გქონდეს წავალ
ტაძარში შევარ. ტაძარში წავალ. კი, რა თქმა უნდა, ვილოცებ ჩემი ოჯახის მასე ყველაფერზე და სხვის ოჯახებზეც დაჟე ვილოცებ. განაშენსავი ტვინა მუშრალი კი არა. ჯერ არა მომიშია. ვაიმე დედა ღმერთო. და ყველა ახალგაზრდა მინდა რომ წინსვლა ქონდეთ და კარგად იყვნენ. და მთავარია ჯანმრთელობა ქონდეთ და წინსვლა და წარმატება. ყველა ახალგაზრდას უნდა უსურო. რა მნიშვნელობა ჩემი შვილი იქნება თუ სხვისი შვილი. იცი რაზე გწყველის დედა ამ წვარი აქვს ერთი ადგილი. ერთი ადგილი აქვს ამ წვარი. დაიცა და ისია ეწვას რომ მაგნარი ადამიანს იცი რომ უნდა უკეთო. უნდა გამოუსვა პილპი. პირდაპირ ერთ ადგილას. ჩიტელი პერიცა. არბენი კარგი წარე. დარბენინო წინ დავკლა. აუ ეგ იქნება ძალიან მაგარი. გამოუსვა ენაშიც და იქაც რა ქვია ერთ ადგილასაც. სულ წინ დავკონვა. ვაი დედა. აი ძახოს. წინ დავკონ. უნდა ირბინოს. ხო. აბა მე ისინი რა ქვია. რა ვიერებს რო აბავდნენ სოფელში ჩვენთან. და ხარუხი. კილებს. ო და აწებიო რა კარუკე, აი ეგ მაგის ისია. მაგრამ მაგას რო ჩვენ არ პროსტო ვამბობ ღმერთო. აი მე დედა ღმერთო. არ უნდა თქვა, მაგრამ მართლა უნდა გათქმევიებენ ადამიანს. იცი რა უნდა გააკეთო? იმაზე უნდა დასვა პირდაპირ. რა ქვია? გაცხელებული ის რო არის. პილპილი კი არა. გაცხელებულზე არა გიორგი, პილპილი უნდა გამოუსვა. პილპილიც კარგი იქნება გამოუსვა და კიდე თუ არ მოისვენებს. ჯერ პილპილი უნდა გამოუსვა და კიდე თუ არ მოისვენებს და კიდე იტყვის ეგეთ რაღაცას. ის რა ქვია? ინდუქციური ქურა უნდა გააცხელო კარგად. დენის ქურები თუ როა თუ იცი მაიც რა არის და რო არსებობს. რა ვიცი იცი რამე. ხო და პირდაპირ უნდა ჩართო, გააცხელო კარგად და იმაზე დასვა. ერთ ადგილით პირდაპირ. და ინაც უნდა ალო იმასაკენ დაადებინო იქ და დაწვა. ღმერთო მოპატიაში. ღმერთო ტვინი მიეცი ამა. აი სხვაზე აღარა მაქვს საუბარი. აი ამ ქალს მიეცი ტვინი. კიდევ გარი ქალბატონი აღარა თქვი. არ მიყვარ ხო, ვერ გიტანო, ძულ ხარო. ვაიმე, ისე მიყვარ ხარ რომ დღე და ღამე შენზე ვფიქრო. მაგრამ მაგარ არა გიდგა შენ გვერდები რომ შენზე ვიფიქრო. მაგრამ არა გიდგა გვერდები. ალბათ ის ახარ რა ქვია. ძალიან გევასები ალბათ. ქალო. ძალიან გევასები. ბებერო გოგონა. გზოკლოდ განათლებული რო ხარ. ხო და ძალიან გევასები ალბათ და იმას აშვები რა ქვია. ახლა მართლა ეთყობა ძალიან გევასები და რაზე გძულ ვართ მითხარი რა და ძალიან ძულ ხარ თუ ეს ახალგაზრდობა. შენ არაფერს გეჭის კაცო. ახალგაზრდობამ ძულ ხართო. ვაიმე, ჩვენ ისე გვიყვარ ხარ. დღე და ღამე შენზე ვფიქრობთ. აიმე. მოსულ თქვა და ვიღარ ღმერთო დოლოჩი. ღმერთო უფალი. სახელი დავასახელო გინდა? უფალი იყო. გიფიცები. მაგნაი არა სახელი არ გინდა. სახელს არ დავასახელებ. მთლად ეგრეც არ მოგჭრი თავს. უბრალოდ არ შეიძლება. აიმე დედა ღმერთო. ახლა ჩვენ მართლა ვიცინებთ და მაიმუნობთ ახლა რაღაცას ხო, მაგრამ მართლა არ შეიძლება რა. აი მართლა სერიოზულად ძალიან გული მტკივა ეგეთ უმსგავსო რაღაცა. ძალიან სერიოზულად რო თქვა უკვე ახალგაზრდა რა დაგიშვა. არა. რა გინდათ? შენ ახალგაზრდა ან შვილი არა ყავს, ან შვილი არა ყავს. ან ვინმე ნათესავი არა ყავს, ან ვინმე არა ყავს ახალგაზრდა თუ ვინ ხარ ქალო რა ხარ? ამ რეცხი ხარ ვიცი როგორ ფიქრობს და მე ძალიან მიყვარდა და მე გამომშრალი წეთი არა გაქვს ტვინში ჩატვით ახალგაზრდები იცი რა არის ხალხო რისი სურვილი მაგ რო საერთოდ დავდგე ამ ქვეყნიდან და წავიდე მაგრამ ვის დაუტოვა აემად დაუტოვა ჩემი სამშობლო ჰა აი ტვინ გამორეცხილებს დაუტოვო სამშობლო რო საერთოდ გაანადგურონ კი 47-ზე ვარ თქონი 48-ზე ვარ თუ რამდენზე არ ვიცი 59-ზე ვარ ცოტა ხანი ვიყოთ და წავიდე ხო არა ხალხო აი ძალიან მტკივა ადამიანს არ შეიძლება საგრე მოიხსენიებ რა გიტანთ ახლა ჩვენ ხო ძალიან გიტანთ რა აი ხალხო ხანდახან ფიქრობ ხოლმე მეწეღანა რამდენი ვიცინეთ ხო ფიქრობ ხოლმე ხანდახან რომ ავდგე და საერთოდ წავიდე ამ ქვეყნიდან მაგრამ ვის დაუტოვო ჩემი სამშობლო ჩემი ქვეყანა ვის დაუტოვო აი ტვინ გამორეცხილებს
საერთოდ ამ ქვეყანაში აქამდე როგორ ვიცხოვრეთ და როგორ მოვედით არ ვიცი. ადრე აი გიორ ხალხო იცი რა უნდა გითხრა ადრე მართლა არ იყო ეს TikTok-ები და ეს რაღაცეები ეს YouTube-ები და ეს ისინი არ იყო გიორგი და იმდენად არ ჩანდა სიბოროტე და სიგლახავე სითბო იყო უფრო სიტკბო იყო უფრო ასე რა ვიცი ეხლა რამ გააბოროტა რამ გაგაბოროტათ ადამიანებო რა გჭით რა არის რამ გაგაბოროტათ მითხარით რაც უფრო მეტი ტექნიკა შემოდის განვითარება მით უფრო ბოროტდება ადამიანი ხო რაც უფრო მეტი განვითარება შემოდის მით უფრო ბოროტია ადამიანი და ის თუ განვითარება საერთოდ არ გინდათ სამშობლო არ გინდა სამშობლო შენ და შენნაირებმა კიდე თუ არ გინდა წადი კაცო მიბრძანდი ჩვენ ვისაც სამშობლო გვინდა და სამშობლოზე გული შეგტკივა და გვინდა რომ წინ წავიდეს დაგვანებეთ თავი ხო დაგვანებეთ და ვიქნებით ჩვენ წადი მიბრძანდი რა დავიღალე რა უკვე სამშობლო რა შოშია ხომ სამშობლოზე კი ხო მაგაზე იმას აშვება რა ქვია აწული გაქვს ერთი ადგილი რომ შენზე მეტი ჩვენ ვიცით მოდი ახლა შენ ერთი ადგილი გეწვით და როდემდე უნდა დაგეწვას არ ვიცი მალე იმას იზავს რა ქვია აღარ გეკრებეს შენი ერთი ადგილი აგიფეთქება მოიცადე წადი არ დაგვაზიანო არიქა არ აგიფეთქდეს და დიდი გაგზალიან Facebook-ზე გნახე რომ იცოდე Facebook-ზე მე კი არ ნახე Facebook-ზე თვითონ მოვწერა სანამ დავბლოკავდი Facebook-ზე იმას აქვენი გადავედი და დიდი გაქვს ეგ ერთი ადგილი და დაგვაზიანო არიქა გეყოცები წადი ისედაც ამინდები იმას აშვება რა ქვია გავუგვიდა ეხლა შენ არა გვაფეთქო მთლიანი საქართველო ატომურ ბომბზე უარესი იქნები ხალხო ახლა წადი დაგემშვიდობებით სიგიჟე აუ ხალხო ძალიან ხუმრობა კი გამომივიდა ეხლა მაგრამ სანამ თქვენ გეტყვით ხალხო ამ იმას ვეტყვი რა ქვია უგზოუკვლოდ განათლებულ ქალს და ნუ ადიდებ ეგრე ქალბატონს ნუ ეძახი თამარ მეფე ნუ გონია თავი ჩემო კარგო და ჩემო ძვირფასო მარა გიდგა გვერდები ძალიან მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე მე რო წევლი ჩემი ძუძუები გლოცავე აი ეგრე ხალხო გავერთოთ აი ეგრე გავერთოთ ხო მოხვდა შუბლში კარგად ეხლა დაჯექი და მიყურე როგორ გლანძღავ ხო აბა კარგად იყავი ძვირფასო შემოგევლე შენ ტვინა მომშრალ ადამიანს ხო კარგად იყავი ბაი გირჩევნია მეორედ აღარ დაწერო მეორედ აღარ დაწერო თორე უარეს გეტყვი გიორგის აღარ მოვაღებია ერთოდ ისე გაგიხდი საქმე სულ წყალიანს არ გაგრეცხავს შენც არა ბებია ჩემს დავსვა მეორე თუ კიდე დაწერ ბებია ჩემს დავსვა და იმას იზავს რა ქვია ისე გაგლანძღავს რო ვაი შეუბედურო თან თუ გიპოვე და თუ გნახა სადღაც გაწიტნი შუაზე იცოდე გიჩენია ბებია ჩემს ხელში არ ჩაუვარდე შეუბედურო გიჩენია ხელში არ ჩაუვარდე გაწიტნი გიორგის აღარ დაგხეს შუაზე მე თვითონ მოუღლი ვაი შეუბედურო შენ უბრალოდ აბა ხალხო კარგად იყავი შენ დავაი აქედან შენ აქედან დავაი და ხალხო მეცინება ეგეთ ადამიანს თქვენ დაგემშვიდობებით ამ საცოდავს თავის გაჭირვება აქვს ძალიან ცოდოა აბა დაგემშვიდობებით კარგად იყავით მომავალ ვიდეომდე მაგრად იყავით იცინებთ კიდეც ჯიგრად იყავით ისიამოვნეთ რა ვიცი ხალი ცინებთ ხალი ის არის რა ქვია ხალხო თემას გვაძლევენ რა გინდათ თემას გვაძლევენ თემას გვაძლევს ხოლმე აი აბა ჰედა აბა ხო ბაი მაგრად იყავით და უყურეთ ჩვენ იმებს მოაკდა რაღაცა ყურებები ვიდეოს უყურეთ ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო ნუ დაიკარგებით დაჩთმად სადაც ახართ აბა ჰედა აბა ხო კარგად იყავით მაგრად იყავით მე შემოგთავაზებთ ეხლა ორ დღეში რაღაც იმას ორ დღეში ხელფას ვიღებ ხო და ხელფასობა გაქვს ორ დღეში რა 5 შაბათ დღეს მაქვს ხელფასობა და რაღაცას შემოგთავაზებთ ჯერ არ გეტყვით რაღაცას ვიზავთ
აბა ედაბა ხო აბა კარგად მომავალი დემდე მშვიდობიანი საღამო აბა ედაბა ხო რას ვიზავთ ბევრ ტვინამორი უგზოუკლოდ განათლებულს უნდა გაუძლოთ მაგრამ რა ვქნათ უნდა გაუძლოთ რაღაც რაიდად კარგად ერთნაირები რო ბაი ერთნაირები რო იყოს ცხოვრება არ იქნება ხო აბა ედაბა ხო კარგად